თუ იცით, საქართველოში რამდენი წელი სჭირდება საშუალო სტუდენტს იმისთვის, რომ იყიდოს თბილისში ნორმალური ბინა. რაც უნდა ისეთი იყოს, ეს არის ახლობით 60-დან 80 წელი, ანუ ამდენი წელი უნდა იმუშაოს სტუდენტმა, დანაზოგი აკეთოს იმისთვის, რომ იყიდოს ბინა და ახლა გიხსნით როგორ არის ეგ ამბავი. დაახლოებით ხო არის საშუალო ხელფასი, საშუალოც არა, დაახლოებით სტუდენტს აქვს 1500 ლარი და აქედან რომ გადათვალო ისე, რომ ბინის ქირის გადახდა არ მოუწიოს, ალბათ იქნება დაახლოებით 200-300 ლარი საუკეთესო შემთხვევაში, რომ სტუდენტმა დაიტოვოს, იმიტომ რომ ეგეც რთული სავარაუდოა, იმიტომ რომ 1500 ლარი რაკავს სტუდენტმა როგორ გაგაქვს თავი ისე, რომ მაგ ხელა თანხის დანაზოგს აკეთებ, ცოტა ისეთი ამბავია. მაგრამ საშუალოც ჯდება ეგრე. ბინის ფასიც რომ განსაზღვროთ საშუალოდ რამ ხელა არის ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა ამ ფასმა იქნება დაახლოებით ალბათ 180,000 ლარიდან 200,000 ლარამდე, სადღაც ეგრე და გიწევს იმუშაოს 60-დან 80 წლამდე. ეხლა იმას არ ვიტყოდი, ქართული ოცნების წევრები რამდენს იპარავენ ხალხის ფლუსიდან თვემდე და რამდენი ბინის კიდვა შეძლებათ მაგ ფასში, მაგრამ დაახლოებით რომ გესმოდი სტუდენტის ცხოვრება როგორია.